მოგესალმებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან შევიკრიბეთ ტრადიციულად რომ გამოვავლინოთ ივნისისთვის საუკეთესოები, საუკეთესო ფეხბურთელი და მსმენელი. მე და დათო მინაშვილი ვართ თქვენთან ერთად. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი კი არის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ბატონი დავით მუჯერი. მადლობა პირველ რიგში რომ ხართ ჩვენთან ერთად და მიმოვიხილოთ ივნისის თვე ზოგადად ეროვნული ლიგის და თქო უნდა გამოვავლინოთ საუკეთესოები. მეც მოგესალმებით ბატონ დავით, დიდი მადლობა მობდანებისათვის და ვფიქრობ საინტერესო იქნება ჩვენი საუბარი. თავიდან დავიწყოთ ივნისის ტური. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 3 ტური გაიმართა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა და ზოგადად რო ვთქვათ, აი ამ ივნისის ტურის შესახებ რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენ და რამდენად საინტერესო იყო. მოგესალმებით, მადლობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ შემთხვევით და უნდა უსურვო წარმატებები ევროტურნირებზე ქართულ გუნდებს. ყველა გუნდი ფიქრობ რომ მზად არის ევროტურნირებში ჩასართველად და წარმატებით რო იასპარეზონ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ წელმოდელი წელი იქნება წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის. უკვე ხვალ ჩვენი ჩემპიონი დაიწყებს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას, აგრეთვე კონფერენციის ლიგაზე დაიწყებს ხვალ ქუთაისის ტორპედო და მინდა წარმატებისაგებო შემთხვევით და წარმატები უსურვოთ, რა თქმა უნდა, გორის დილას და დინამო თბილის, აგრეთვე რომლებიც უკვე ხუთშაბათიდან ჩაერთვებიან ევროტურნირებში. საკმაოდ საინტერესო იყო ივნისის თვე, გარდა იმისა, რომ 3 ტური ჩატარდა, იცით რომ სუპერთასიც გაიმართა, მივულოცავ ქუთაისის ტორპედოს ტიტულს და იმედი მაქვს რომ 2026 წელი მათთვის წარმატებული იქნება ევროტურნირებზე კარგი გამოსვლით და შემდეგ რა თქმა უნდა წარმატებას უსურვებ ეროვნულ ჩემპიონატში და საქართველოს დავიწყებიან თასის გათამაშებაში. მოდი ვისაუბროთ განვლილ პირველ წრეზე. ამ მომენტისთვის იბერია პირველ ადგილზე იმყოფება, მეორე ადგილზე რუსთავი, მესამეზე დინამო თბილისი და ზოგადად როგორ შეაფასებთ პირველ წრეს? ელოდით თუ არა ცხრილში ამ მდგომარეობას და მიმოვიხილოთ ზოგადად ჩემპიონატი ამ მომენტისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ თანაბარი კი არ თუ ახლა ნახავთ 19 ტურის შემდეგ ახლა ესე რომ ვთქვათ მე-13 წელიწადზე ჩემპიონატის ნახევარი გადალახულია და მე-19 ტური გაიმართა და პირველ და მე-9 ადგილს შორის სულ რაღაც 12 ქულა სხვა თუ არ ვწდები და ყველა გუნდს მაინც იმედი აქვს ევროტურნირების ადგილების იბრძოლებს, საპრიზო ადგილებზე იბრძოლებს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კონკურენტული გარემო და ყველა თამაში საინტერესოა შენარჩუნდეს წლის ბოლომდე. ძალიან კარგია რომ დებიუტანტი რომელიც წელს გადმოვიდა რუსთავი ჩვენ ვარაუდობდით კიდევაც შარშენელი გამოსვლის შემდეგ რომ რუსთავი კონკურენტული გუნდი იქნებოდა კრისტალბეტონურ ლიგაში და თუ სწორად მახსოვს 18 ტურის შემდეგ ჩემპიონატის ნახევრის მეორე წრე რუსთავმა მოიგო. ლიდერად დაასრულა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის გუნდებიც რომლებიც წელს გადმოვიდნენ პირველად დებიუტი ქონათ იგივე სპაერი, მეშახტე ჩართულები არიან მაქსიმალურად უსურვებ რა თქმა უნდა მეშახტეს რომ ის დეფიციტი რომელიც აქვს მე-9 ადგილთან შეძლოს და უახლოს ტურებში აღმოფხოს რომ მათივე გუნდი ჩართული იყოს კონკრეტულ პოზიციაზე საბრძოლო და კონკრეტული მიზნისთვის. დღეს ეს მოცემულობაა, ვერავინ ვერ იტყვის 3-ში ვინ იქნება, ვერავინ ვერ იტყვის ჩემპიონი ვინ გახდება, ვერავინ იტყვის პლეი-აუთში ვინ ითამაშებს და ამიტომ წელს კიდევ ის გარემოება არის სამწუხარო რეალობა გვაქვს მხოლოდ პირველ და მეორე ადგილოსანი გალის ევროტურნირებზე დამატებით თასის გამარჯვებული. თეორიულად შეიძლება მე-3 ადგილს გავიდეს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 3 გუნდით ვიქნებით წარმოდგენილი მომდევნო წელს ევროტურნირებზე, ამიტომ წლევანდელი ევროტურნირები ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ სამომავლოდ კვლავ დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონით და იმოცემულობით რაც ქვეყანაში გვაქვს, ჩვენ ნამდვილად უკეთეს პოზიციას ვიმსახურებთ UEFA-ს კოეფიციენტებში და ფიქრობ, რომ იმ ადგილს დავიბრუნებთ, რომელიც როგორც მინიმუმ პროგრამა მინიმუმ მე-4 ადგილს დაგვიბრუნებს ევროტურნირებზე. ამიტომ კლუბებს კიდევ ერთხელ დამატებით უნდა უსურვოთ წარმატება და მართლა ძალიან ყველას გსურს ქართულ გულშემატკივარს რომ 4-ვე გუნდს უსურვებ, მაგრამ მინიმუმ ერთი გუნდი მაინც რომ ევროტურნირებზე შემოდგომაზე შემორჩეს და ითამაშოს ლიგის ფაზა რომელიმე საკლუბო ევროპული საკლუბო ტურნირის, რა თქმა უნდა ქართულ ფეხბურთის განვითარებისთვის ხელშეწყობა იქნება. ამას ხაზი გაესვა აგრეთვე თუ კი თვალს ადევნებთ, ჩვენ გქონდა სტრატეგიას გეგმავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 27-31 წლის ციკლში თუ როგორ 26 წამდე გქონდა ჩვენ სტრატეგიული გეგმა, ბევრი რამ განხორციელდა და მომდევნო სტრატეგიულ გეგმაში ფეხბურთის ფედერაციაში ძალიან დიდი როლი და უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭა ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებას. ამიტომ ორი სამუშაო შეხვედრა ქონა UEFA-ს წარმომადგენლებთან, მესამე UEFA-ს საშიჯიბროსთან და 3 შეხვედრა რომელიც გაზაფხულზე გაიმართა კლუბებთან ერთად და UEFA-ს წარმომადგენლებთან ერთად იგეგმება ეკეთება იმისათვის რომ სამომავლოდ 4-5 წელი ჩვენ სტრატეგიულ გეგმაში წარმატების მომტანი ყოფილიყო საკლუბო ფეხბურთისთვის, იმიტომ რომ მართლაც ყველას ჩვენს კლუბებსაც, გულშემატკივარსაც, მედიასაც ყველას მართლა გვჯერა რომ უკეთეს პოზიციას ვიმსახურებთ. ამიტომ იმას რასაც ვიმსახურებთ ეს გვაქვს დასაბრუნებელი და კლუბებთან სამუშაო შეხვედრები იმედი მაქვს რომ ხელს შეუწყობს ჩვენს სამომავლოდ საკლუბო ფეხბურთის და კრისტალბეტონური ლიგის განვითარებას.
კი ბატონო, მოდით ივნისის თვეს რომ დაუბრუნდეთ, უნდა წარვადგინოთ ალბათ უკვე საუკეთესო ფეხბურთელი და ეროვნული ლიგის გადაწყვეტილებით ივნისისთვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა გაგრას მეკარე ოლექსანდრ ვორობეი. ივნისის თვეში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა, არ წაუგია გაგრას არც ერთი თამაში და ზოგადად ამ მეკარეზე ყოველთვის ვამბობ იგივე რეპორტაჟების დროს, საკმაოდ სტაბილურია და რეკორდსმენი ეროვნულ ლიგაში, ამას ხაზს უსვა ხოლმე ყოველთვის 2017 წლიდან პენალტების მოგერიებით. ამ სეზონში მას 3 აქვს მოგერიებული და ზოგადად ეროვნულ ლიგაში მას შემდეგ რაც ის თამაშობს 9 პენალტი აქვს 19-დან მოგერიებული, ასე რომ სტატისტიკა სწორედ თითქმის 50%-ია მის კარში დანიშნული პენალტების მოგერიებით და ამ თვეშიც იმსახურებდა ის გამარჯვებას და სადამ თვითონ ვორობეის ინტერვიუს მოვისმენდეთ ბატონ დავით, მის შესახებ რო გითხრათ, თქვენ არაერთ შეხვედრა გინახავთ, ბუნებრივია მისი. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც როგორც თქვით კიდევაც სხვაობა ძალიან მცირეა რა, ამიტომ თქვენ თუ ნახავდით წინა თვეც საუკეთესო მწვრთნელიც თემურ ქეცბაია გახდა მაისში და ძალიან წარმატებული სვლა ქონდა თბილისის დინამოს და ამ თვეში მოახერხა გაგრამ და თბილისის დინამო დაამარცხა, მანამდე ქუთაისში ტორპედოსთან გაიმარჯვა. იმ გუნდებთან, რომლებიც ევროპის წარმოადგენენ, იმ გუნდები, რომლებიც ტრადიციულად სამეულისთვის და ჩემპიონებისთვის იბრძვიან, მათთან გამარჯვების დიდი წილი შეიტანა, დიდი წვლილი შეიტანა ძალიან მეკარემ და ძალიან დინამოსთან ძალიან კარგად თამაშა. ამ თვეში ის რომ სამ ტურში ვთქვათ, მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და ორი ფრეი თამაშა გაგრამ, მეკარის ბრალეულობა ამაში ნამდვილად არ არის. მეკარის ბრალეულობა ბჭყალებში არის იმაში, რომ ამ სამი შეხვედრიდან არც ერთი წააგეს და მართლა კარგად გამოიყურებოდა. არ ვიყავი დაკვირვებული, ხა 19-დან 9 პენალტის მოგერიება ნებისმიერ მეკარისთვის წარმოუდგენელი შედეგია და მინდა ვისარგებლო შემთხვევით მიულოცო მას ეს აღიარება და იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეებშიც წარმატებული იქნება, თუმცა ყველა ფეხბურთელი ჩვენ ლიგაში მეც არის, ამიტომ არც არის კონკურენტული განემა, თუ რომელი გუნდა გახდება საუკეთესო ფეხბურთელი ამ წუთამდე, ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული კონკრეტულად იმ თვეში გამართულ ტურებში, როგორი ასპარეზებს. კარგი, ახლა ნახოთ ოლექსანდრ ვორობეის ინტერვიუ. დიდი მადლობა. ძალიან მიხარია ამ პრიზის მიღება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს პრიზი თანაბრად ეკუთვნის ყველას. ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და პრეზიდენტს. ივნისში სამივე თამაში მნიშვნელოვანი იყო, თუმცა გამორჩეული შეხვედრა მაინც დინამოსთან ჰქონდა. საკმაოდ ძლიერ გუნდთან კარგად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. კიდევ ერთხელ მადლობა და გპირდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო მატჩებსაც წარმატებით ვითამაშებთ. ნახეთ ინტერვიუ და ახლა უკვე საუკეთესო მსმენელის დასახელების დრო არის. ეროვნული ლიგის გადაწყვეტილების ივნისის თვის საუკეთესო მსმენელი გახდა გია ჭიაბრიშვილი, დინამო ბათუმის მთავარი მსმენელი. საკმაოდ რთული კალენდარი ჰქონდა ხო ამ თვეში დინამო ბათუმს, ტორპედო, გორის დილა, დინამო თბილისი და ამ 3 თამაშიდან 2 თამაშის გამარჯვება მოიპოვა დინამო ბათუმმა და ორივე ძალიან დრამატულ და გამორჩეულ თამაში და მე მგონი იმ რაღაცა გასავარდნის ზონიდან დინამო ბათუმმა შეძლო და ამოვიდა და დღეს ამ მომენტისთვის თუ არ ვსწრები მეხუთე ადგილზე იმყოფება გუნდი და კიდევ ერთ დავამატებ სტატისტიკას, პირველი წრის შემდეგ დინამო ბათუმს ჰქონდა მხოლოდ 7 ქულად იყო ბოლო ადგილზე, მეათე და შემდეგ უკვე მეორე წრეში დაგროვილი ქულებით უკვე რა თქმა უნდა ძალიან კარგი შედეგს მიაღწია და იმის გათვალისწინებით ალბათ რა მდგომარეობაში იყო გუნდი, არც ერთი ტრანსფერი სეზონის წინ არ განუხორციელები, ალბათ ბათუმელთა გამოსვლა დადებითად და ზოგადად მწვრთნელის ფაქტორი მნიშვნელოვანია. ამ თვეში საკმაოდ დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა დინამო ბათუმს და შესაბამისად დამსახურებული ივნისისთვის საუკეთესო მსმენელის წვდით გია ჭიაბრიშვილი. თქვენ როგორ შეაფასებთ ბათუმის თამაშს და ზოგადად? გავაგრძელებ თქვენ აზრს, ანუ როგორც ითქვა, ჩემი აზრი, პირადი აზრია, რომ ზემოთა დრამატიზებული იყო ის პრობლემა, რომელიც დინამო ბათუმს ჰქონდა ფეხბურთელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ჩემპიონატის დასაწყისში ვხედავდი იმ კონტინგენტით, რომელიც ბათუმმა შეინარჩუნა, საკმაოდ კონკურენტული გუნდი იყო და მაღალი მიზნებისთვის უნდა ებრძოლა. ამიტომ შეიძლება კლუბმა თვითონ ვერ დაიჯერა ეს, იმიტომ რომ პირობები დღეს ძალიან უკეთესია. მე ბათუმის დინამოზე რო ვსაუბრობ, პირველ რიგში რა თქმა უნდა მიულოცავ გიას ამ აღიარებას და ვუსურვებ რომ მომდევნო თვეებშიც ესეთივე წარმატებული იყოს თავის კლუბთან ერთად. უბრალოდ წინა კვირაში გარდაიცვალა ბათუმის დინამოს ყოფილი დირექტორი ბატონი არჩიბალკოძე და ვისარგებლებ შემთხვევით და მიუსამძიმებ ოჯახს, ბათუმურ კლუბს და ბათუმურ გულშემატკივარს. მისი დირექტორობის პერიოდში გამოირჩეოდა ბატონი არჩილი. ძალიან მოწესრიგებული იყო, ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად მუშაობა და მინდა მადლობა გადავახადო ფეხბურთში გაწეული წვლილისთვის და მიუსამძრო მის ოჯახს, იმიტომ რომ ბათუმის დინამო წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც არჩილ ბერიძეს მეთაურობით და პრეზიდენტობის პერიოდში არჩილ დაიბრუნა ადგილი ბათუმის დინამომ, ამბიცია გაუჩნდა, დღეს მაგიტომაც არის რომ პირველი წრის შედეგი და მეორე წრის შედეგი, ამიტომ ვჯელობთ რომ ბათუმის დინამომ არჩილ ბერიძეს პერიოდში
წარმატებულიც იყო რამოდენიმეჯერ ჩემპიონიც გახდა თორცდები ორჯერ. ჩემპიონთა ლიგაზეც დასანანად დავმარცხდით სლოვან ბრატისლავასთან და ის მინდა მადლობა გადავუხალო არჩილს და უსურო წარმატება ახალ ხელმძღვანელებს, იმიტომ რომ ბატონი თემურის პრეზიდენტობის პერიოდში დღეს ბათუმის დინამოს აქვს იმის პირობები, რომ იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის და ალბათ პირველი წლის მერე უფრო დაიჯერეს ეს, იმიტომ რომ ღრმად ვარ დაწინებული იმ შემადგენლობით, რომლებიც ყავდათ, მოახერხეს მათ ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და იმ შემადგენლობით ამ კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში საკმაოდ კონკურენტული არიანი უნდა ყოფილიყვნენ საპრიზო ადგილებისთვის საბრძოლად და კარგია რომ დაიბრუნეს ეს ადგილი, კარგია რომ ამბიცია გაუჩნდათ ახლა სატრანსფერო პერიოდში. რამოდენიმე ცვლილებაცად კი ყველასთვის კარგია, როდესაც შესაძლებლობა გაქვს კორექტირება შეიტანო, მაშინ განსაკუთრებით მაშინ როდესაც ახალი ხელმძღვანელობა მოდის კლუბში, თუმცა იმ კონტინგენტით, რომელიც იანვარში, თებერვალში ყავდათ, თავი მწვრთნელი შეინარჩუნეს, ფეხბურთელების ძირითადი ბირთვის შეინარჩუნეს. ალბათ ცოტა გვიან მიხვდნენ, ჩემი აზრია ეს პირადად, რომ მაინც ამ კონტინგენტით შეეძლოთ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ამიტომ მინდა წარმატება უსურვოს სასიხარულო, რომ ბათუმის გულშემატკივარი საკმაოდ დაინტერესებულია, ძალიან ძლიერი გულშემატკივარი ყავს და ძალიან დიდი мотиваციას აძლევს კლუბს. მათი ესეთი ინტერესი ბათუმის დინამო თვითონ აწია თამასა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ლიგა 2-დან დაბრუნდა, იმიტომ რომ არავის არ ახსოვს ეგ პერიოდი, ჩვენი ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა ეს, ოდესაც ბათუმის დინამო ხან სხვადასხვა სტადიონებზე თამაშობდა, მოდი არ ვიტყვით, მაგრამ ეხლა სათამაშო პირობები ძალიან კარგი აქვს, საბურთო პირობები ძალიან კარგი აქვს კლუბში, ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც ამბიცია აქვს და წინა ხელმძღვანელობასთან ერთად გუნდი მოვიდა დღეს აქამდე, ამიტომ დღეს ის ამბიცია, რომელიც კლუბს გააჩნია, იმის შესაბამისად უნდა მუშაობდნენ და ამიტომ რადგან შესაძლებლობა მიეცათ უკვე რომ კორექტირება შეიტანონ, სატრანსფერო შესაძლებლობები აქვს, რამოდენიმე ფეხბურთელი უკვე დაიმატეს, უნდა ყველამ ვირწმუნოთ ალბათ რომ უკეთესი გუნდი იქნება. საბოლოო ჯამში უნდა უსურვოთ რომ ის გუნდები, რომლებიც მაგრამ შემდგომში მარხოლოდ ბათუმზე, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ ევროტურნირებზე, საბოლოო ჯამში საქართველოს უნდა გამოვლინდეს ის საუკეთესოები, რომლებიც ევროტურნირებზე გავლენ და წარმატებულად უსურვოთ გუნდებს ევროტურნირებზე. ამიტომაც არის ივლისის თვე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის. მოდი ვიდეო ვნახოთ ახლა ივნისისთვის საუკეთესო მსმენელის და შემდეგ დაგიბრუნდებით ისე. ყოველთვის სასიხარულოა, როცა რაღაც აღიარება გაქვს და ხდები საუკეთესო ბოლო რაღაც რეზულტატებიდან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა ჩემი დამსახურებაც არის, მაგრამ თავარი არის, რომ კლუბმა დაიმსახურა, კარგად ვიარეთ, ყველა მიცკი კლუბში შედის აბსოლუტურად და ეს პატარა იქნება აღიარება თუ დიდი ყოველთვის ეკუთვნის კლუბს. დავრუნდით და განვაგრძობთ საუბარს, ახლა კი ევროთასებზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ ბატონ დავით, მაგრამ რომ დავიწყოთ ახლა თუნდაც ჩემპიონი და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგა ტალინის ფლორა. რა მოლოდინი გაქვთ იბერია ტალინის ფლორას დაპირისპირებაში? ზოგადად ვიტყვი, იმიტომ რომ პროგნოზებისგან თავ შევიკრიბე, რა თქმა უნდა მე იმდენად ჯერა რომ ჩვენ ყოველ წელს უკეთესი უნდა ვიყოთ, რომ სხვანაირად ვერ წარმომიდგენი, რომ რატომღაც გონია, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ ალბათ ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ, ესეთი რაღაც წინასწარ აბსოლუტურად გეთანხმებით, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვთქვით, რომ სამწუხაროდ დაკარგული გვაქვს ერთი პოზიცია ევროტურნირებზე და ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველა თამაშში მოპოვებულ ქულას. კი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 4-ვე გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ პირველი ეტაპი გადალახოს, თუმცა მატჩების შედეგებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ამიტომ ყველა ის 4-ვე გუნდი უნდა გაათვითცნობიანო, რომ მათ უკან ქართული ფეხბურთი დგას, თვითონაც წარმოადგენენ საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ირწმუნოს ის, რომ მოგების რესურსი გააჩნიათ, იმიტომ რომ შექმნილია ისეთი ფორმატი UEFA-ს მიერ, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს თუნდაც ერთხელ ან პირველ ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში იბერიას კიდევ ორი შეცდომის დაშვების უფლება აქვს იმისათვის, რომ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფში ითამაშოს და კონფერენციის ლიგაზე მოხვდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავათვითცნობიეროთ, მოდი ესე ვთქვათ, წილისყრას მე პირადად ძალიან დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ხოლმე, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ფიზიკურად არ არის ხოლმე ესეთი ქვეყნები, რომელთანაც შეიძლება ვინმე ჩვენთან შედარებით გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდეს ხოლმე. ამიტომ ყველასთან თამაში შეიძლება, ამას სოფლიო ჩემპიონატიც ხას უსვამს და ზოგადად დღეს ევროპულ და სოფლიო ფეხბურთში როგორც მიმდინარეობს მოვლენები, ყველამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. ესე იყო ჩვენ ეროვნული ნაკრების შემთხვევაში, ესე იყო ბოლო წლები ახალგაზრდული ნაკრები ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ნაკრებმა და ვისარგებლებ შემთხვევაში და ვისურვებდი, რომ მომდევნო სოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ გულშემატკივარს შევძლოთ და ვაჩუქოთ საქართველოს ნაკრებმა იგივე ემოციები აჩუქოს ქართულ გულშემატკივარს, როგორც ეს ევრო 2024-ში იყო. თუმცა ამისათვის დიდი სამუშაო გვაქვს გასავლელი, დიდი
შრომა გვჭირდება და დიდწილად ქართული საკლუბო ფეხბურთმაც უნდა აგვიბას მხარი და ის წარმატება, რომელიც ქართულ საკლუბო ფეხბურთში იქნება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საბოლოო ჯამში ეროვნულ ნაკრებებსაც წარმატებაში. ამიტომ ამ ეტაპზე ფავორიტები, რა თქმა უნდა, ჩემთვის ქართული გუნდებია 4 წყვილში. ხვალიდან იწყებს ახლა იბერია ტალინში. თუ არ ვწდები, ტორპედო სუმგაიჩი თამაშობს. ზირასთან კი. ერთ-ერთ თამაშს დავესწრებით, მე 4 შაბათს, მეორე თამაშს დინამოსთან გაწავალ და ლუქსემბურგში დავესწრებით, იმიტომ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთად ყოფნა, იმიტომ რომ ყველას ინტერესია ქართულმა კლუბებმა გაიმარჯვა, იმიტომ ცოტა 4 შაბათს გართულდა ჩემთვის არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ ორი თამაში უკვე ერთდროულად არის, ორივე თბილისის დროით 8 საათია საღამოს, 20 საათზე, შესაძლებლობა ქნა გულშემატკივრას პირდაპირ ეთერში უყუროს და უქომაგოთ ჩვენ კლუბებს, ორივეს წარმატება უსურვოთ, იმიტომ რომ სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გორის დილას გორში სამეროვნული კლუბი ყავს ოპონენტად და კი ცალსახა ფავორიტია, თუმცა ყველა შეხვედრაში მაქსიმალური თავდადება დაგვჭირდება იმისათვის, რომ დადებითი შედეგი აჩვენონ კლუბებმა. გორის დილასაც და დინამო თბილისსაც უკვე 5 შაბათიდან უსურვებთ წარმატებას, მანამდე კი ხვალიდან ტორპედოს და იბერიას. ერთ კვირაში უკვე აქ საქართველოში ვიმასწრებთ. კი, შემდეგ კვირაში და შეუფასებლობა არ შეიძლება, ხა ჩვენ ზოგადად დავთქვი და მაინც ვიტყვი, რომ იბერია ტალინის ფლორას ეთამაშება, დინამო თბილისი მონდორფ ლებენი ლუქსემბურგი, ტორპედო აზერბაიჯანის ზირა და დილა სან მარინოს ვირტუსი. ასე რომ მე დავეთანხმები ბატონ დავით, გადაულახავი არც ერთი გუნდი არ არის და ბუნებრივია მეც ალბათ და მაყურებლის ალბათ უდიდეს ნაწილს არ ვიტყვი. ხა ზუსტად ქართული კლუბები მიაჩნია ფავორიტად და ანუ ზოგი პირდაპირ იძახის, რომ ეს არის აუცილებელი გადასალახი ბარიერი და ალბათ შეგვიძლია ამაზე უკვე საუბარი და ძალიან მალე ვისაუბრებთ. კი და ერთ კვირაში ზუსტად ამ სტადიონზე უკვე იბერია უმასპინძლებს გუნდს და მე მგონი მოუწოდოთ გულშემატკივრას რომ მოვიდნენ დაესწრონ თამაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად გულშემატკივრის მხარდაჭერაც და ჩვენ ნახულობთ ხოლმე ნაკრებზე რა ხდება ნაკრების თამაშებზე და დამხელა როლი აქვს ზოგადად გულშემატკივრის არსებობას ფეხბურთში. ალბათ მოვა გულშემატკივარი. პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა პირველ შეხვედრაში მხოლოდ გორი თამაშობს საშინაო შეხვედრას და გორში არ მგონია რომ გულშემატკივარი დააკლდეს და დიდწილად კლუბებს ამიტომაც მნიშვნელოვანია პირველ ეტაპს და პირველ თამაშებს როგორ ჩაატარებენ, დარწმუნებული ვარ რომ წარმატების იმედი როდესაც იქნება გულშემატკივარს, უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე და რა თქმა უნდა რთულ პერიოდშიც მოუწოდოთ უნდა გულშემატკივარს ნაკრებების და კლუბების გვერდით იდგნენ და მათი მხარდაჭერით ჩვენი კლუბებიც და ნაკრებიც ბევრად უფრო ძლიერნი ვართ მოედანზე, ამიტომ ხელი შევუწყოთ ჩვენ კლუბებს მიაღწიონ წარმატებას და ყველაფერი მაინც კლუბებზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს რომ წელს გავართმევთ ამ რთულ ამოცანას. ყველა გუნდის გულშემატკივარი ერთიანდება, აქ არ აქვს უკვე მნიშვნელობა, თბილისელი, ქუთაისელი, ბათუმელი, ყველა ვქომაგობთ ქართულ კლუბებს. თუმცა ყველამ თავის კლუბის თამაში უნდა მივიდეს და შემდეგ უკვე რომელიც შემოხრჩება ხოლმე კი, მაგრამ იმედი მაქვს რომ 4-ვე კლუბი წარმატებული იქნება წელს და ამიტომ ჯერჯერობით, რადგან 4-ვე წარმომადგენელს აქვს თამაშები, მაინც 4-ვეს უნდა უქომაგოთ ერთიანად. მე მგონი ახლა დრო არის რომ ნახოთ ვიდეოები 4-ვე გუნდის მთავარი სვერის ინტერვიუ გვაქვს და ნახოთ რას ფიქრობენ ისინი მოახლოებულ თამაშებზე. ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის ისევე როგორც ჩემპიონატის შეხვედრებისთვის თბილისის ზღვის ბაზაზე ვემზადებით. აქ კარგი პირობებია და არაფერი არ შევცვალეთ. დავიმატეთ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ანდრეი ვიქტორი, უკრაინელი სარტენი ელდარ კულიევი, ნიგერიელი ნახევარმცველი იბრაჰიმ ალხასანი და ბოლო მომენტში შემოგვიერთდა ფორვარდი ლადო ჩიხრაძე. ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი მეტოქი არ არსებობს. თანამედროვე ფეხბურთში ფავორიტები ფაქტიურად არ არის. ამიტომ მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. ადვილი თამაში არ გვექნება. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. პროგნოზი არასერიოზული საქმეა. გუნდი მომზადებულია და ახლა მთავარია მოსაგებად განვეწყოთ. გუნდში განწყობა საკმაოდ კარგი განწყობა არის, მემზადებით 8-ში თამაშისთვის, ჩემპიონთა ლიგისთვის. მართალია სუპერთასი ვერ დასრულდა ჩვენთვის ასიკეთოთ, მაგრამ ესე ვთქვათ ხარისხით მაყოფილები ვართ და გვაქვს იმის იმედი, რომ ამ თამაშით გადავახავთ შემდეგ ეტაპს და წარმატებით გამოვალთ ჩემპიონთა ლიგაზე. ასე რომ კარგი განწყობაა საკმაოდ და ყველა მობილიზებულია, ესე ვთქვათ, პირველი მატჩისთვის. დიახ, საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი არის, მაგრამ ისეთი მებრძოლი გუნდი არის, მოძრავი. ნუ ეხლა სავარაუდო მეტოქეებიდან კი ყველაზე ესე ვთქვათ სუსტი არის, მაგრამ დღეს უკვე ევროასპარეზზე სუსტი მეტოქე არ არსებობს და ესე ვთქვათ ყველა მისწავლა ფეხბურთის თამაში. დადებითი იქნება რა თქმა უნდა პირველი ეტაპის გადალახვა. პირველ რიგში ჩვენი მიზანი ეს არის, რომ გადავახოთ პირველი ეტაპი და შემდგომ უკვე ვნახოთ მე რა მოხდება რა. უარყოფითი რა თქმა უნდა პირველი ეტაპის ვერ გადალახვა იქნება, ეს ალბათ
წარმოუდგენელი არის ჩვენთვის და ამას არც კი განვიხილავთ, არც ერთი ფეხბურთელი და არც სტაფის წევრი საერთოდ არ არის. ევროტურნირების მატჩებისათვის გორში მშვენიერ პირობებში ვემზადებით. ნიშნულოვანი იყო სუპერთასზე 2 შეხვედრის ჩატარება, რაც ფორმის შენარჩუნებაში დაგვეხმარა. ასევე კარგი იყო ჩემთვისაც, რადგან კიდევ უფრო კარგად გავიცანი ფეხბურთელები. რაც შეეხება ტრანსფერებს, დინამოდან დავიბრუნეთ ნანა კოფი დონკორი. მოვიდა გერმანელი ცენტრალური მცველი ლამარ იარბროუგი, ასევე სენეგალელი მოჰამედ დიუფი და ნიდერლანდელი მაიკ პოეკეტი. თუმცა მუშაობა გრძელდება და ტრანსფერებს კიდევ უნდა ველოდოთ. მეტოქე ძლიერი ყავს, ვირტუსმა შარშან ბოსნიურ და მოლდოვურ კლუბებთან კარგად იასპარეზა. ყავთ ახალი მწვრთნელი, რომელიც გუნდში სიახლეებს შეიტანდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმალურ ფორმაში და თუ ისე ვითამაშეთ როგორც დინამოსთან, ტორპედოსთან და რუსთავთან, დიდი შანსი გვაქვს წარმატების. კონფერენს ლიგა ის ტურნირია, სადაც წარუმატებლობის შემთხვევაში მეორე შანსი არ გეძლევა. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ორიენტირებული მხოლოდ ვირტუსზე ვარ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უნდა ვემზადებით, მნიშვნელოვანი თამაში არის დინამოსთვის, ქართული ფეხბურთისთვის, ეს ევროპული თამაშები. სამწუხაროდ წინაწლები ვერ მოახერხა ვერც ერთმა გუნდმა რაღაც კარგი მიღწევისთვის მიეღწია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველანაირად რა. ყველანაირად ვემზადებით, უკვე ზეგ გავამგზავრებით. როგორც გითხარით, მნიშვნელოვანი თამაში არის რა, თბილისის დინამოსთვის ყველანაირად რა. ყველა მეტოქე უნდა დააფასო, არა აქვს მნიშვნელობა ეს ლუქსემბურგია თუ იტალიის გუნდია. ადვილი თამაში არ იქნება, იმიტომ რომ ყველა მისავლა ფეხბურთის თამაში, ყველა მოწინააღმდეგეს უნდა გაუწიო ანგარიში და იმედია რომ ჩვენი გუნდი მზად შეხვდება ამ თამაშებს რა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, ჩვენ კიდევ მუშაობთ ტრანსფერებზე და იმედია რომ ახლო მომავალში გვექნება რაღაც ახალი ნიუსი. რა თქმა უნდა, მაქსიმუმი ის არის, რომ გუნდი კარგად გამოვიდეს, თავარი ეს არის რა, ახლა მაქსიმუმი ჯერ მე მგონი ჩვენთვის ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ გუნდი მოხვდება ფინალ ეტაპზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. პირველ რიგში პირველი მეტოქე არავის არ ეგონოს ადვილი თამაში იქნება, ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ყველას გავაგებიოთ, რომ ძელი თამაში გველოდება წინ და იმედია, რომ გუნდი კარგად შეხვდება ამ თამაშებს და იმედია, რომ გუნდი გავა მომავალ ეტაპზე. მეტოქეს რაც შეეხება, ბევრი არაფერი არ ვიცი, მე პირადად ჯერჯერობით, ალბათ გავივლით ეს 3 დღე გვაქვს კიდე დარჩენილი, გავივლით მათ პლუსებს და მინუსებს. რა თქმა უნდა დავაფასოთ, რა თქმა უნდა რთული მეტოქეა ყველა ევროტურნირებზე, მით უმეტეს და ჩვენ მუც რაც შეეხება იდეალური განწყობაა გუნდში ვემზადებით პირველი თამაშისთვის, რომელიც 9-ში ჩატარდება და არაფერი უბრალოდ როგორც გააზრებული ვაქვს თითოეულ ჩვენთანგან, რომ ხელმისაწვდომობა აქვს ამ როგორც ჩვენი კლუბისთვის, ისე ჩვენთვის პირადად და წლებია უკვე სამწუხაროდ ევროტურნირებზე ვერ ვახდებ წარმატებებს ქართული გუნდები. პირველი ეტაპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადასალახი რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტად იქცა უკვე და მაგისთვის მზად ვართ ყველა ჩვენთაგანი და მზადყოფას შევხვდებით დარწმუნებული ვარ. საქართველოს სუპერთასის მოგების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. ზირასთან მატჩისთვის მოსამზადებლად 1 კვირა გვაქვს და ამ დროს ნაყოფიერად ვიყენებთ. ქუთაისში ვემზადებით. გუნდს როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად ვამზადებთ. ფიქრობ, მატჩს კარგად მომზადებულები შევხვდებით. რამდენიმე ტრანსფერი განვახორციელეთ. დავიმატეთ დინო სკორუპი, ვირჯილ პინსონი და ლუკა ლაცაბიძე. ზირასთან მატჩამდე კიდევ ერთ ახალწლოვულს ველოდებით, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავაოფიციალურებთ. რაც შეეხება ზირას, ეს საკმაოდ კარგი გუნდია. ჩვენთვის ამ კლუბის წინააღმდეგ 2 მატჩის ჩატარება სერიოზული გამოწვევაა. წყვილში ფავორიტი ზირაა. ვნახეთ მეტოქის თამაშები. საკმაოდ ძლიერი გუნდია. რამდენიმე ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ყავთ. შემდეგ ეტაპზე გასვლა რთული იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. აზერბაიჯანში ჩავდივართ კონკრეტული მიზნით, ვაჩვენოთ კარგი პერფორმანსი. ნაკლების შეცდომა დაუშვათ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ქუთაისში კარგი შედეგით უნდა დავბრუნდეთ.
კვლავ დაბრუნდით და კიდევ ერთი თემა, რომელზეც ალბათ უნდა გვეთქვა, სულ რამდენიმე დღის წინ იყო სუპერთასი ამ ფორმატით, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ბოლოჯერ ჩატარდა და რამდენად კმაყოფილი იყავით ზოგადად ამ ფორმატით და ბოლო სუპერთასი თქვენ დააჯილდოვეთ უკვე ორგზის ფლობელი ამ ფორმატში ქუთაისის ტორპედო. პირველ რიგში მიულოცავ, უკვე მიულოცეთ და ამ ფორმატით თავარი მაინც ამ ფორმატში იყო, რომ კლუბები უკეთესად მომზადებული იყვნენ ტურნირებისთვის. იცით რომ ივნისის დასაწყისში იყო სანაკრებო პაუზა, ამის შემდეგ 3 ტურიც გააზრახ კალენდარში ისეა ჩასმული, რომ 18 ტურის შემდეგ თან ეს ჩემპიონატის ნახევარი როდესაც გაήλია, კლუბებს შესაძლებლობა ჰქონდათ იმ ფეხბურთის შესაძლებლობა ჰქონდათ უკვე 22 ივნისიდან იმ ფეხბურთელების რეგისტრირების, რომლებიც ამ სატრანსფერო პერიოდში დაიმატეს. ამიტომ ფეხბურთელს შესაძლებლობა ჰქონდა როგორც მე-19 ტურში ეთამაშა, მე ჩემპიონატის ნახევრის შემდეგ მე პირველ ტურში, მე-19 ტურში ეთამაშა თავის გუნდში, აგრეთვე სუპერთასის 2 თამაში, ამიტომაც იყო რომ 4-ვე გუნდი სათამაშო გამოცდილება რო ქონოდა და შესვენება არ ქონდათ ევროტურნირების წინ, ყოველთვის ორიენტირს ვიღებდით ხოლმე ჩემპიონი გუნდიდან, მათ ვეკითხებოდით ხოლმე ბოლო თამაშის ჩატარება, რამდენი დღით ადრე სურდათ ხოლმე, ამიტომ იყო რომ 1 ივნისში ჩატარდა თამაში, იმიტომ რომ 8 ივნისს დასამართ ხო იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც 6-7 დღე, 5 დღე მოუთხოვიათ სათამაშო ტურნირიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემპიონი რადგან პირველად იწყებდა ხოლმე და ყოველთვის ჩემპიონთა ლიგა იწყება უფრო ადრე, ჩემპიონზე ვიღებდით ხოლმე ორიენტირს და ბოლო თამაში ნიშნავდა, თუმცა მომდენო წლიდან რადგან თან 3 წარმომადგენელი გვყავს ევროტურნირებზე მომდენო წელს, ამიტომაც ბევრი გარემოების გამო სუპერთასი დაუბრუნდება ძველ ფორმატზე 2027 წლიდან, მხოლოდ ჩემპიონი და თასის გამარჯვებული ითამაშებენ ფინალურ შეხვედრაში. ძალიან საინტერესო წარიმართა 4-ვე თამაში, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილისთვის თამაში სიმბოლური ხასიათისაა, გორი დინამო ძალიან საინტერესო წარიმართა, შემდეგ ნახე მე ჩანაწერი ამ თამაშის და იმიტომ ვაკვირდებით ჩვენ ახლა ვცდილობთ რომ თუ როგორ ხვდებიან გუნდები ევროტურნირებს, იმიტომ რომ ერთი კვირით ადრეა ევროტურნირების მატჩი მომდენ და დარწმუნებული რომ 4-ვე გუნდს შეუძლია აქვს რესურსი იმ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც ამ ეტაპზე გვიწევს თამაშის. ახლა რა თქმა უნდა, ფორმატიც კი ვახსენეთ კიდევაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის და კონფერენციის ლიგის ფორმატი ისეა მოწყობილი, რომ დაბალი და ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ დაბალი რეიტინგის მქონე ქვეყანა, ამ ქვეყნიდან წარმოდგენილ გუნდებს დაახლოებით თანაბარ პირობებში ითამაშონ თანაბარ ქვეყნის გუნდებთან და მე დარწმუნებული რომ ბევრ ქვეყანაზე უკეთესნი ვართ ჩვენ დღეს იმ ქვეყნებს გულისხმობ, რომლებმაც ჩვენ და სამწუხაროდ უკვე მოახერხეს კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში, ამ შემთხვევაში ლიგის ფაზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ დადგა დრო, რომ ჩვენ უკვე უნდა დავანახოთ, რომ ნამდვილად შედეგშიც უნდა აისახოს ის, რომ ჩვენი ადგილი სადაც არის, ნამდვილად არის, რომ როგორც მინიმუმ ჯგუფურ ეტაპზე ლიგის ფაზას მივახციოთ და შემოდგომაზე პერმანენტული საერთაშორისო ფეხბურთი ქონდეს საქართველოში. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა ბატონ დავით და ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა დავასრულოთ ნია ჩვენი გადაცემა. მადლობა უთხრათ სტუმრობისათვის ბატონ დავით და თქვენც მადლობა ყურებისათვის და ბოლოს დაგიტოვებთ ივნისისთვის 10 გამორჩეულ გოლს და ფიქრობ სიამოვნებას მიიღებთ და ჩვენ დაგემშვიდობებით.